ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კალიგრაფიის რიგით მეოთხე კონკურსი წარმატებით დასრულდა. კონკურსი სამ ეტაპად წარიმართა და მასში მონაწილეობა 1300-მდე კონკურსანტმა მიიღო. მონაწილეები ახლა უკვე შემაჯამებელ შეხვედრას ელოდებიან. გამარჯვებულების გამოვლენა თებერვლის თვეში მოხდება. უკვე მეოთხედ ჩატარდა ჩვენი კონკურსი ქართული კალიგრაფია და გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყოველი ახალი კონკურსი დროს იკვეთება ტენდენცია, რომ ეს კალიგრაფები, რომლებიც სისტემატურად ღებულობენ მონაწილეობას ამ კონკურსში, ხვეწავენ საკუთარ კალიგრაფიას და გარკვეული მიმდინარეობებიც კი ჩამოყალიბდა. მაგალითად, ჭუბერიშის სკოლა არის, ესე ვთქვათ, ლილე ჩხეტიანი ერთ-ერთი კალიგრაფია ასწავლის ბავშვებს კალიგრაფიას და მათ თავისიანთი სტილი აქვთ. გორში არის თავისებური სტილი რუსთავში და განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ წელს ასევე გამოვლინდა, რომ არაქართველი მონაწილეები, აზერბაიჯანელი სომეხი ბავშვები საქართველოს რეგიონებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ სხვადასხვა პირველადაც იყვნენ თბილისში ამ კონკურსის სწავლობით, მათაც განსაკუთრებულად კარგი ნამუშევრები ჰქონდათ. ქართულის მასწავლებელმა მითხრა, შემოვიდა კაკუთოზე მითხრა და სკოლის კალიგრაფიაში ვიყავდი მონაწილეობას და ასეთი დიდში პირველად ვიყავ მონაწილეობას და თებერვალში არ ვიცი. არც ანუ ჩემზე იმედი არ მაქვს. მეორე წელია ვიღებ მონაწილეობას, წინა წელს მივიღე და სამწუხაროდ მე არ ვიყავი თვითონ დაჯილდოვებას ვერ მოახერხეთ და საპატრიარქოს ტელევიზიის რჩეული გავხდი გადმოცემის ხატი და რაღაც სულფაქ საჩუქრები, რომელიც მაგ და ვინახავდა. რაც შეეხება ახლა მეორე კონკურსი ხელწლევანდელს, რავი, მოვლენილები მთავარია ჩემთვის მონაწილეობას ვიღებ და იქ ვეცნობი რა. თვითონ ამ კალიგრაფების სხვადასხვა ხელწერებს. ქართულ კალიგრაფიულ სკოლას საუკუნეების ტრადიცია აქვს, თუმცა თანამედროვე ეპოქაში, სადაც ადამიანები კომპიუტერში კლავიატურის მეშვეობით წერას არიან მიჩვეულნი, ეს დარგი არც თუ ისე განვითარებულია. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც საკუთარი უნიკალური კალიგრაფიის წყალობით დასაქმებას შეძლებენ, თითქმის არ არსებობს. კონკურსის სახელწოდებით ქართული კალიგრაფია მიზანით სწორედ ის არის, რომ მოხდეს ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვარის, ქართული დამწერლობისა და კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერის კულტურის განვითარება, კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა და მათი წახალისება. საქართველოში თითქმის არ არსებობდნენ ადამიანები, შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობდნენ ადამიანები, რომელთა ძირითადი საქმიანობა ეს იქნებოდა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ლამაზად წერდნენ, რომლებიც თავის პროფესიულ სხვა საქმიანობაში იყენებდნენ ამ ლამაზად წერას, მაგრამ პროფესიონალი კალიგრაფები ფაქტობრივად არ ყავდა და შეიძლება ითქვას, რომ დღემდეც არ აქვს. როცა ამ დარგის აღორძინების საჭიროებაზე ვფიქრობდით, გადაწყდა, რომ ყველაზე პირველი გადასადგმელი ნაბიჯი ეს უნდა იყოს კალიგრაფიის კონკურსი. ვინაიდან ამ კონკურსმა უნდა გამოავლინოს ის საზოგადოება, რომელიც შემდგომ მომავალში მოეკიდებოდა სერიოზულად ამ დარგის აღორძინების საქმეს. სხვათა შორის ჩვენ ეს კონკურსი მისი უწმენდესობის ლოცვა-კურთხევით ჩავატარეთ, მასაც გამოსვლებისას არაერთხელ აღუნიშნავს ამის საჭიროება, ამ დარგის აღორძინების საჭიროება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განსაკუთრებით ახალგაზრდები აქტიურობენ, თუმცა როგორც გაირკვა, რამდენიმე მონაწილე 90 წელს გადაცილებულიც ყოფილა. კონკურსანტებს შორის საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებიც მრავლად არიან. კალიგრაფიის რიგით მეოთხე კონკურსის გამარჯვებულები, როგორც უკვე ავღნიშნეთ, თებერვალში გამოვლინდებიან. მასთან ერთად მოეწყობა გამოფენა, სადაც კონკურსის მონაწილეების საუკეთესო ნაშრომების ნიმუშებს წარმოადგენენ.